დაკარგეს ბურთი, დაკარგეს და ჩვენები უტევენ. კარგი შეტევა აქვთ. წუნი აქვთ ამერიკელებს, ციკლაურს გამოაქვთ სწრაფი ბურთი, კარგი შეტევა, გაარღვიეს ჩვენებმა ხაზი. კაპიტანი ზაზაძე იყო ეს თუ არ ვწდები. აქ მაღალი ბოჭვა უნდა იყოს. 22-ს მიუახლოვდნენ არჩვაძემ ცრუ მოძრაობით, ოფლოუდით სცადა დაჩი ციკლაური, ძალიან კარგი პასი და პირველი ლელო გავა. კი ბატონო, საბა ნატროშვილი გაიტანს პირველ ლელოს და გახსნის ანგარის მეოთხე წუთზევე დააწინაურებს საქართველოს უცნობელთა ნაკრებს. ამ თამაში მიუხედავად იმისა, რომ ალბათ გარკვეული ექსპერიმენტი პატარა არის და ძირითადი 10 ნომერი იყო ჩვენი სამხრეთ აფრიკულ ტურნეზე, უდიდესი გამოცდილება შეიძინა ამ ბიჭმა. და ძალიან კარგადაც ითამაშა და ეგ ჩამოეძინა ჩვენ მცველებს და გაგვიტანენ ლელოს პატარა ყურადღების მოდავნება დაგვიჯდა ლელოთ ძელებს შორის, აი ამებს უნდა მივაქციოთ ყურადღება რა. აუცილებლად, იმიტომ რომ ისე იყვნენ 0-ში გაშლილი, რომ საერთოდ არ ელოდებოდნენ, არც უყურებდნენ. მოვიგეთ ორი ხელი, მძრავი მოლია, ამას ვერ გააჩერებენ ხა ამერიკელები და ვერ მიწვდა, ვინ იყო ვერ დავინახე, მაგრამ აი მილიმეტრი, აი ეს კი ლელო არის უკვე და გავიტანით მეორე ლელო. მეორე ლელო გაიტანა გაბრიელ რაზმაძე. უკან ჩვენა რომ ხელი ქონდა სადაც გაშვილი. ხელით მოიშორა კარგად და გამოუხტა ხელიდან და კიდევ ერთი ლელო ისევ კუნძულელმა გაგვიტანა. აი კარგად თამაშობენ ამერიკელები, შეიძლება ითქვას. მიუხედავად იმისა, რომ ჯანი აკლია, ჩერკინებაში სუსტები არიან, მოლს ფაქტიურად არ საყენებენ. დაწყებაზე უჭირდა, ეხლა გავიტანთ ლელოს, ნატროშვილი გაიტანს, შეუახლებელი მოქმედება და მარტივი ლელო გავიტანეთ. სწრაფადვე დავბრუნდით თამაში შეიძლება იყოს. 19-17 ნატროშვილი. არა, ტაბატაძე ბოდიში და ძალიან კარგი ლელოც გავიდა. ძალიან კარგი ნახტომიც და ჩვენიერი ლელოც გავიტანეთ. კარგია, აი კარგად დავიწყეთ ტაიმი. სწრაფად უნდა გაანთავისუფლოს ბურთი. მოკლე დარტყმებით კისერში ცოტა ფრთხილად უნდა ვიყოთ იქ გადაყრაზე. კარგი შეტევა, აი თავი შხვარ იყო, ლელო გავიდა და ცოტა ისე დახვდნენ, ცუდად შეიკრა და დაიძრა ეს ისეთი დაიძრა და აი მოწყდა და გაიტანა. ლელო კი. აი კარგად თამაშობს. ჩავარდა ორი ამერიკელი მორაგბე მოლში, წინსვლა რო ქონოდა ალბათ ჯარიმასაც ავიღებდით, მაგრამ სწორედ და კარგად ითამაშა შეაფრთხილს. კაპიტანი ზაზაძე. თამაშგარის უპირატესობა ჩვენა საბა მახარაძემ გავიტანთ ახლა ალბათ. კარგია, ჭრაზე შემოსული, ვინ იყო ვერ დავინახე. ხალვაში. კი. ხალვაშმა გაიტანა ლელო. კარგი ამოგდება იყო ბანამდე ნარსიამ გააკეთა თუ სწორედ ხედავდი. ზურგსუკან რამოდენიმე პასი ახოთ რას შემოგთავაზებენ ჩვენები. მოვიგეთ ორი ხელით ბურთი, მოლი. ბოლო კაცზე იყო ეს ბურთი მოგებული და აქედან უფრო სახიფათ უახლოვდა როგორც წესი შეტევები და მე გავიტანეთ კი მარტივად ისევ ოლბაიამ გაიტანა მოლიდან ლელო, ნუ აქ უკვე სავსებით მოშლილია ამერიკის ნაკრები. არა, რა თქმა უნდა, გაზრიც არა აქვს უკვე თამაშის გაგრძელებას, უნდა დაამთავრონ და დაამთავრდა კიდევაც 52-17 ამერიკის ნაკრები დამარცხებულია. სამუშაო გამოჩნდა, კარგი დადებითი მხარეებიც გამოჩნდა, რომლის გაუმჯობესებაზეც დარჩენილ დროში უნდა იმუშაოს სამსწავლო შტაბმა და იმ შეცდომების გამოსწორებაზე და დანარჩენს უკვე ველოდებით 22-ს და 22-ში რუსთავში 14 საათზე ძალიან როლ ბლექსთან